არის რომ საჰაერო სიფცის დახურვას უზრუნველყოფს, რაც უმნიშვნელოვანესია აი ამ ყველაზე დიდი მსხვერპლი ეს ციდან არის. უსაფრთხოების კომპონენტში და ის არიდებს თავს იქ დაუშვათ ცოცხალი კონტინგენტის გაგზავნას, მაგრამ იქნებიან თუ არა იქ ამერიკელი ინსტრუქტორები რაღაცა ფორმით ეს ცალკე სხვა საკითხია. მერე ბუნებრივია ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს მერცაც, რომელიც თვლის, რომ არანაირი მოლაპარაკებები ცეცხლ-შეწყვეტის გარეშე არ უნდა დაიწყოს და მე მიმაჩნია, რომ ეს კარგია, რასაკვირველია პუტინი ძალიან გაწელავს დროს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელმაც მე ცოტა დამაფიქრა ლავროვის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არასოდეს დაინტერესებული არ ყოფილა ტერიტორიებით, ანუ ეს